შიროა ტრაგედია. აი რაც მიყვარს ზუსტად ის მოხდა წამო. დედა ჩემი ხო შეგბერდით გასვლაზე რომ ამ მანქანას გადავიღებ მეთქი. ხო და ეს მანქანას მოვიყვანე, იმიტომ რომ ამის წინამორბედია. პირველ რიგში, რაც ამ მანქანებზე მინდა გითხრათ, დაიპყრო მთელი YouTube, დაიპყრო მთელი ინტერნეტი. აი განსაკუთრებით, ესეც ბაზარი არა, მაგრამ აი ამ მანქანის ვიდეოები, ესე იგი თუ რაიმე არსი გამოწერილი გაქვს ან რაღაც დალაიქებული გაქვს, დაფოლოვებული, იცოდეთ რომ სულ ეს მანქანა ვარდება და რატო იცით? ამის მთავარი განმაპირობებელი არის მისი აი ეს რაღაც დაკიდების სისტემის იდეალური მუშაობა. ესე იგი მაქსიმალურად გავს ნამდვილ მანქანას, ოღონდ ესეც რა, ეს კი არა მარტო, მაგრამ რატომღაც ამან უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემი აზრით, ხო და. ეხლა ეს ყველაფერი მოდი გავარკვიოთ ერთად, რატო დაიმსახურა, როგორ და რანაირად და შევადაროთ მაქსიმალურად ბევრ ნიუანსში. ვინც არიცით, გეტყვით რომ ეს არის Primal RC და ასევე ვინც არიცით, გეტყვით რომ დაბლა არის ღილაკი, გამოწერა აწერიეთ და დაჭირეთ და არხი გამოიწერეთ. ერთ-ერთი უმთავრესი ეს არის მეგობრებო ამ მანქანის ვიზუალი. რაც მართლა ცალსახად აღსანიშნავია და ზოგადად Ford Raptor-ი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს უფრო მიყვარს. უბრალოდ ნახეთ, ჩემი აზრი ასეთი არის, რომ რამდენადაც მაგალითად რეალობაში ეს უფრო მომწონს ვიდრე Ford Raptor-ი, აქ ესე არ არის. აქ ბევრად უფრო მეტად მომწონს ეს მანქანა. არ ვიცი ზუსტად რამ განაპირობა, მაგრამ ერთადერთი რაიც ნახეთ, აი ეს ადგილი რომ აქვს რაღაცნაირად ცოტა მაღალი, ეს არ მომწონს, იმიტომ რომ რეალურად აი ნამდვილ Ford Raptor-ს რო ნახავ, იქ ესეთი არ მოდის და არ ვიცი, რაღაც აურა, არ ვიცი, რა ვთქვა, მაგრამ ეგ არ მომწონს. ეხლა ერთ-ერთი რაც აღსანიშნავია დააკვირდით, მაგალითად, ძალიან კარგია რომ მანქანას ქართულად, აი მაგალითად ეს წმენდები აქვს პირდაპირ, აი ესენი ჩადგმული პლასტმასები აქვს, უკანაც რომ დააკვირდეთ, აი ყველაფერი ისი აქვს რა, აი აშკარად ნამუშევარია და რაც უნდათ მიაღწიეს კიდეც მაქსიმალურად აი ვიზუალი ისე გამოიყვანეს, რომ დაგიტოვოს ის განცდა, აი აქაც ნახეთ, ცხაურა, ყველაფერი ძალიან კარგად არის ნამუშევარი და ხშირ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ არც მანქანებში ესეთ ნამუშევრებს ვერ იხილავთ. ერთადერთი ახლა აქეთ არის ჩვენი hardbody მაგალითად. ეს hardbody იმიტომ შეიქმნა, რომ მაქსიმალური დეტალიზაცია ყოფილიყო და მაგრამ აქ ნახეთ მეგობრებო, plastic body გვაქვს, აი, ნახეთ, ყველაფერი არის რბილი აქაც და აქაც. რაც გარანტი არის კარგი სიარულის, რომ მაქსიმალურად ნაკლები სიმძიმე კონდეს ზედა წერტილში, ეს ერთი საკითხი და მეორეც, როგორ გადაყირავდებან და ეცემა არ ტყდება მანქანა რა. მაინც მიაღწიეს ამ ყველაფერს და მიუხედავად, რომ ამ პლასტიკ ბოდით ხო არ გამოდის ისეთი ლამაზი ვიზუალები. აქ ორივე შემთხვევაში იდეალურად გამოიყურებიან ეს მანქანები. შევადაროთ ეს მანქანები და სხვადასხვა ნომინაციებში ქულებით აღვნიშნოთ. ვიზუალის ნომინაციაში გაიმარჯვა ამ მანქანამ. ჩემი ხმა ამ მანქანას და 1-0. მე კი ამ მანქანას დაუწერე ვიზუალში 1 ქულა, მაგრამ მაინტერესებს თქვენ რომელი უფრო მოგწონთ და აგვიწერეთ კომენტარებში. შემდეგი საკითხი გვექნება კომფორტი. აი მაგალითად ერთ-ერთი საკითხი არის, მაგრამ გადაადგილება. პირობითად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვისაც არ ყავთ არსი, შეიძლება ამაზე საერთოდ არ ფიქრობდეთ. მაგალითად აქ თუ შეიძლება მოვკიდოთ, კი, რატომაც არა. ჩვენიერია, ძალიან კომფორტულია და ხო, ესეც ძალიან კომფორტულია. ხო, ამ მანქანების გადაადგილება შეიძლება ძალიან კომფორტულად და მოდი შემდეგი საკითხი, ისევ იმიტომ რომ კომფორტში გადის, ბოდის ახდა და დაფარება და აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო აი ამ მანქანის ამბავი. მახოს მანქანების ზოგადად ეს ბოდის ახდა და დაფარება, ეს ხო ცალკე ამბავია და ვისაც არ გაქვთ ის ვიდეო ნანახი უეჭველი უყურეთ. ეხლა ვნახოთ ესენი როგორი ხდება. ესე იგი. შეხედეთ, აი ამას აქ აქვს ესეთი მისაჭერი ღილაკი, ეს ერთი და ეს ორი და აი ესე რომ მივაწვევით და რეალურად წინა მხარე ესე იხსნება და რაც შეეხება უკან უბრალოდ ესე უნდა გადმოვადრიალოთ. და რეალურად ბოდი მოდის. ხო, რა, მოკლედ ცოტათი ესენი ედება, მაგრამ მოდი ტყუილად რო ეხლა არ იმას ვქნათ, რაღაცა პრეტენზიული რო არ ვიყოს ზედმეტად. აი ეს ეხლა ტვინს მიბურღავს რა გავაკეთო. რეალურად კომფორტულია რა. ამაზე უარესებიც მინახავს. აქ აბსოლუტურად იდენტურად გვაქვს ყველაფერი. აბა ეხლა ნახოთ. არა, თლად იდენტურადაც არ გვაქვს რეალურად. ერთი წამით.
არა, აქ ცოტა უფრო კომფორტული არის. ესე იგი, აი აქ არკებში ცოტა მეტი ადგილი გვაქვს, ქართულად არ ვიცი როგორ უნდა თქვა და დამიკომენტარეთ, შემდეგში ეგრე ვიტყვი ხოლმე. აჰა, აბა. ხა კიდე რამე უნდა ვისწავლო? არა, ეს ამოვიდა, უკანა მხარე. უნდა მიჭერა. არა, გაია. ეს ცოტათი უფრო მარტივად წამოვიღე, სიმართლე გითხრა, აქაც ეს კაბელები მოკლედ მეზიზღება. აბა, დავაფაროთ. არა, დაფარების პროცესი იმის მირჩევნია. ერთი წამი ისე ვახსნათ. იცით რა არის? ჩემი აზრი ასეთია, რომ რადგან გრძელი არის რა, ცოტათი, აი სულ ცოტათი, ალბათ 10-დან, ისე 100-დან 1%-ით იმის დაფარება ახლა მირჩევნია საბოლოო ჯამში. ნუ კაი, დიდად ვერ, ალბათ 50, მაინც 50-50-ზე უნდა შეფასდეს ეს, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა გადაწყდეს რაღაცით, ნუ მაშინ მივცეთ Raptors 1 ქულა. შემდეგი შედარება კი გავაკეთოთ მოქნილობაში, ვნახოთ რომელი უფრო კარგად გაშლის და რომელი უფრო წინ იქნება მაგ საკითხში. ესე იგი, ეს ერთი, ესეც მეორე. ესე იგი, იდეა ის არის, რომ უკანა საბურავი არ უნდა წამოწიოს მანქანა. ესე ინახე რა. აი, აქ რაღაცა შემომეპარასავით. იცოდე ჯერ ეს როგორც კი უნდა მოშორდეს, ეგრევე ვაჩერებ, აი პრინციპში ბოლო. არა, ეს უკვე მოშორდა? ძო, შევახეთ. ეხა აქეთ. ეს წავიდა და წავიდა. Raptor მე მგონი კიდე დაიჩაგრე შენ. აი ეს არის მაქსიმუმი. სადღაც თითქმის 1 სანტიმეტრის ნახევარით უეჭველი ისევ რამი გავიდა წინ. შემდეგი საკითხი გვექნება წონა. ავწონოთ ორი მანქანა, აქ ეხლა ცოტა ინდივიდუალურია, ზოგს მძიმე მანქანა მოწონს, იმიტომ რომ იმას თავის პლუსი აქვს, ზოგს სუბუქი, თუმცა მე აქ განვიხილავ ტრანსპორტირების ხარჯებში, რომელიც უფრო მძიმე იქნება, ის უფრო მეტი დაჯდება შესაბამისად და მოდი ხავწონოთ ორივე მანქანა. წავიდა. ასე იგი, სად გამოვდოთ ახლა? ამას აი ძალიან მშვენიერი გამოსადები აქვს. და წავიდა. ესე იგი, 5 კილო და 930 გრამი, ნუ ფაქტიურად 6 კილო. ეხლა რამის დრო არის და თუ ჩვენ მისი ბაზის სიგრძით ვიმსჩელებთ, მე მგონი Raptor-ი კიდე გავა 1+-ში. უიმედედა. 6 კილო და 360 გრამი. დავუწეროთ 1 კულა Raptors. ამ მანქანებს შორის ანგარიში 2-2-ია. ჩემთან კიდე ჯერჯერობით 26,645 გამომწერია. რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია გამოიწეროთ კიდევ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი და რა თქმა უნდა ლაიქებიც არ დავიწყდეთ. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით 40,000 გამომწერზე ძალიან მაგარი გათამაშება მექნება, სადაც თქვენ პირადად მიიღებთ მონაწილეობას და პრიზებით ძალიან მოგეწონებათ. ახლა კი მოვიდანე რადიოები და შევამოწმოთ განათებები. სანამ განათებებს განახებთ, მინდა რომ კიდევ ერთ საკითხში შევადარო ეს მანქანები და ძალიან მარტივად აგიხსნით. ეს არის ძალიან კარგი რადიო. ნუ ესეც კარგია, მაგრამ ეს ბევრად კარგია. ეს მანქანები კი სხვადასხვა კომპლექტაციით შეგიძლიათ იყიდოთ. საუკეთესო კომპლექტაციას, რაც მახო მიყიდა, გამოაყოლეს ეს რადიო. მაგრამ ამის საუკეთესოს ისეთი მაინც არ მოყვება. მოყვება ესეთი. ასე რომ ამაშიც ერთი ქულა იმას. ქარხნულად რომ მანქანას ამდენაირი განათება მოყვებოდეს, მე სხვა მანქანაზე არასდროს არ მინახავს. რეჟიმები ზუსტად ერთნაირი აქვთ, მაგრამ აქვე წინასწარ ვიცი, რომ ეს მანქანა აუცილებლად მოიგებს ამასთან შედარებით განათებებში, იმიტომ რომ ამას უბრალოდ ბევრი განათებები აქვს, მაგრამ რეჟიმებს მაინც გაჩვენ. ასე რომ თუ ღამე აპირებთ სიარულს ტყეში და სადაც შუქი არ არის, ეს ჯობია, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, რაღაცნაირად
აი ვიზუალის კუთხით ეს მირჩევნია რა, მაინც. მაგრამ ვიზუალში პრინციპში ეს პლუს დაუწერა და მოდი განათების რაოდენობაში და სიდიდეში ამას დაუწეროთ ერთი პლუსი. აი ამაზე გეტყვით რომ წეს თუ ანათებდეს და არ ვიცი რატომ ქარხნულად ბრაკი ჩამოგვივიდა. ნუ ამას მერე აღვადგენ. ესე იგი ერთი ქულა კიდევ რაპტორს. მაგარი შეცდომა დაუშვი ხალხო, გადასაღებად ამოვედი, ბიჭებს დახმარებავ თხოვე და საბოლოო შედეგი მივიღე ის, რომ ბავშვები ამოვიყვანე გასართობად და 1 საათია ვიდეოს გადაღებას ვერ ვიწყებ, დავიწყოთ. ამის მგარია. მიდი აბა იმაზე გადაიარეთ. აუ იქით რამხელა ნახეთ პროსტა. აი აი კაცსაო, ცოდო არ არის, არ არის ცოდო? არა, კახა გააკეთე. კახა გააკეთეს რა. ეწყიდა მეგობარს. თქვენ ახალი არ გინახავთ რა კაი იყო. მოკლედ ეხა შემოვივლით ლის კაი ადგილებს. ნახავთ და მაქსიმალურად დებილურად გავტესტავთ ამ მანქანებს. ამ მანქანებს აქვს ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია. აი ეხლა გვაქვს ჩართული მხოლოდ უკანა ხიდი. და თან ნახოთ მიდი მახო. რა პირობებში მიწევს მუშაობა დააფასეთ ჩემი შრომა. ცოტა უნდა ასევე ამ მანქანებს შეუძლიათ მარტო წინა ხიდით იარონ. იარონ რა იღოღონ და 4-4-ზე შეუძლიათ. ანახეთ ეგეც. პატარა ბავშვები ვიყავს, არ შემიძლია. ეხლა ნახეთ მარტო უკანა არის ჩართული და გაიჭედა. და ეხლა ჩავრთავთ 4-4-ზე ჩავრთე თავის ბლოკირებებით. ესეც იგივე მდგომარეობაში ნახეთ. აი ეხლა მარტო უკანათი ვერ ამოდის, ნახეთ რამხელა სხვაობა არის. აი დავე ჩავრთე. ნახე რა მაგარია. რას დადგაც აქვს გამაძლიერებელი ქართულად ამ მანქანებს. მოკლედ ძალიან სერიოზული ანუ ფუნქციურად ეს არის. აი წარმოიდგინეთ რომ შეგიძლიათ წინა ხიდი ჩახსნათ, მარტო უკანა ხიდით იაროთ და თან ეს უკანა ხიდი დაბლოკოთ კიდეც და მე რა შვებით ხო იცით წეგან ნახავდით. სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაც ამ მანქანებს აქვს, პრინციპში ზოგადად არც მანქანებს, მაგრამ ფერი თან ტიპაჟი ხალხი იქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. სხვათა შორის იმის და მიუხედავად რომ საკმაოდ გრძელი ბაზები აქვს, ეხლა ნახეთ რამხელა იმაზე ასასვლელზე მაინცავა. და ნახეთ რა მარტივად ადის. აბა ეს ყველაზე დიდი ბარიერი დღესდღეობით ამ მანქანებისთვის იყო ის რომ თქვენ არხი გამოგეწერათ და თუ არ გამოგიწერიათ ჯერ კიდევ გადავლახოთ ეგ ბარიერი და არხი გამოვიწეროთ. ერთი სხვათა შორის კიდე რაც აუცილებლად უნდა გითხრათ, სადღაც 1 საათია, რავი, არ ჯდება რა. აი ახლა რაღაც 1 საათი თუ საათი და 10 წუთის მერე მახონ პირველად შეეცვალა კი არა და ცვლის ელემენტს და ძალიან დიდი პლუსია ეს რო იცოდეთ. რომ ზოგადად როგორც წესი მანქანები 1-20 წუთი ძლევენ ხოლმე რა. მანქანები რაღა იყო და ელემენტები. შეხედეთ ესეთი რაღაცა პრაქტიკას მივიღეთ, ქვა ჩაიჭედა, აღარ იბლოკებოდა უკანა ხიდი წეგანი, იმიტომ ქონდა ბერტყვის სახე. ხო და ესეთებიც ხდება თუმე ამ მანქანებზე რო იცოდეთ. მე მგონი დაგვეხა. წყალი შევიდა. არ დაუჯეროთ ხოლმე waterproof რო წერია. თუ თქვენით არ გააკეთეთ ეგ ყველაფერი. სხვათა შორის გუშინაც შევცვალეთ ამ მანქანაში, მომხვევისე რომ მანდაც წყალი იყო შესული და რეალურად მარტო თოვლში იყო ნატარები და არ ვიცი, შეიძლება ჩვენ შემთხვევაში დაემთხვა ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება primal RC-ის რაღაც ერვოები ვერ აქვს ისეთი კარგი. არ ვიცი. ეხლა სახელოსნო თუ გუშველის მარტო თქვენ კი არხი გამოიწერეთ და წავედით. მოვედით, დავშალეთ მანქანა. ხო და სერვო ყოფილა დაბრედილი. აი ეს სერვო ყოფილა დაბრედილი. და აი მოდი ახლოს მოდი უნდა ვაჩვენო. აი ეს არის მთავარი ბოქსი, რაც იცავს ასე ვთქვათ ელექტროობის იმ
დეტალებს, რომლებიც შეიძლება დაიწვეს და კარგად ყოფილა. მეგონა რომ გაფრჩებული იქნებოდა, ხო და არა. ესე იგი დაგვეწვა სერვო და ნახე კიდე რა დაგვეწვა. ეს არის იმის რა ქვია, რაზდატკის რა, ესე უნდა გადავიდეს აჩქარდება, მეორე სიჩქარეს ჩააგდებ, მოდი ესე ვთქვათ. ესე უკან, ხო, კაი ვიღებწევ. აი, გამოვიდა. ეს კიდე არის რომ პირველ სიჩქარეს ჩააგდო რეალურად გამოძლიერებელში და ეგ სერვოს დაიწვა. ესე იგი, ჩემი აზრი ასეთი, თუ ამანქანას ყიდულობ, უნდა კონდეს ესეთი სერვოები ბარემ შეკვეთილი აყოთ, კარგი ხარისხები, იმიტომ რომ უაჭველი დაიწובה. მეორეზეც დაიწვა, როგორც გითხარით. არხი გამოიწერეთ. შევაკეთეთ მანქანები, მე მგონი შევაკეთეთ, ხო? წყალმა. ხო, არ წყალმა რაღაცა დაგვიზიანა რაღაცები. აქეთ ერთი სერვო. ორი. აქეთ ორი სერვო, აქეთაც. მოკლედ რა, წყალმა აგვირდაგვირია მონასტერი, თუმცა ლამაზი კადრები ხო შეგვჭა. ხო და სად უნდა მოვსულიყავით? თუ არა ლისის დიაგონალებზე ნამდვილ მანქანებს ხო აქ ტესტავენ და ჩვენ მანქანას ნამდვილია. აუ, ვიღაცა ნახე რას ებერება. აუ, ბაგი რა კაი რამეა. აი ხო და მოკლედ გავტესტოთ რა და ჩვენ კიდე სანამ გავტესტავთ, თქვენ არხის გამოწერა გატესტეთ და დავიწყოთ. დავიწყოთ და ნახოთ როგორ გაივლიან ჩვენი მანქანები. თან აი შესადარებლად სპეციალურად, ოპა. ნახე იმან წაიბუქსავ აბა ეს. კარგად გადმოვიდა მახო. წაიცა იქიდან უნდა დაუდგე. ახო საით, მარჯვენ ხوار გადავიდეთ ესე გავირთულოთ. აჯური. დავაი, წავედით იქით. თან აგე პატარ-პატარა დიაგონალებიც გამოგდის. ამ ნელ კრაულინგსაც იმენა თავის მუღამი აქვს რა. რაც არ უნდა ჩაჭერები გევასებოდეს, აი ნელა რომ მიდის საამაგარი. ამ ფხუერზე დაგვერხა. ეჰე. ვერ ეჭიდება, ხედავ? მასენელა ფხუერზე გაგვიჭირდება. მოიცა ერთი გადასვლა უნდა არა და. გადმოდი აქეთ შენი. აი, გადავთოთ მეორე შევა. აუ, მაგრად გაუჭირდა. მიდი აბა ეს რას იზავს. აი მე მეორეში ვერთავ და შეიძლება. რატომღაც ეს უფრო სტაბილური მგონია, თუ არა? მე მაინც დაბალი სიჩქარით ვარ. არა, ეხა იმდე ისე არა. პირიქ დაჟე მე მგონი ეს ოდნავ დაბალი უფრო მიეხმარა რაღაც მომენტში. კაია, მაგრამ ისე აი კრაულერი, მინდა კრაულერებით რო გამოდიოთ ხოლმე, აქ უფრო მაინც იმაშვებიან რა, არა. უფრო ისინი უკეთესია, მაგრამ გრუნტზე იმათაც გაუჭირდებათ ესეთ ნაშალზე. პირველი ეტაპი მშვენივრად გადავლახეთ. და რეალურად ცხოვრებას ეხა რამე სიტყოდი, რომ ანის ჯობია განმავლობაში ანის. არა ხო? ხო. მაგრამ ეს მიწა მაგარი რთული აღმოჩნდა რა. ზემო დიდი აღარაფერი აღარ არის, ცოტას გავერთობით. წავიდა. ეს მანქანა რეალურად გააკეთეს იმისთვის, რომ იყოს ლამაზ. არ მახსენდება მანქანა, რომელიც ესეთი ნამდვილი არის. ანუ აი ხო ზოგადად არსი მანქანებს რეალური მანქანის დაკიდება აქვს და ყველაფერი, მაგრამ აი ესეთი ნამდვილი ტიპი არ მახსენდება. ეხლა პროსტა არ გვერდით როგორ მოდის. ჩვენ მანქანებს აქვს drag brake და Mahos Rams აქვს ასე ვთქვათ სტოკი, ოღონდ ძვირიანი ვერსია არის რა, ნაყიდი, ანუ სტოკი, ელექტრობა, ყველაფერი. და შედარებით დიდი ძრავი უყენია. იმას ჩვენ ჩავუყენეთ Fusion Pro და ეხლა აი Mahos მოვიდა იდეა რომ ნახოთ აქ რომ იგი უფრო კარგად დაიჭერს თავს. მოდი შენი დავიწყოთ და ეხლა მოდის თავისით, ხო? ხო, აი, არაფერს არ ვაკეთებ. არაფერს არ აწვევი. რეალურად ამ drag brake-ის კონტროლი შეგვიძლია უფრო გავხსნათ და რაღაც, მაგრამ არ გვჭირდება, იმიტომ რომ გას რომ მისცემ, რამდენსაც მისცემ, იმითი ჩამოვა. აი, ეხლა ვნახოთ, მოდი მეორე. იდეალურად ჩავიდა. ეხლა ვნახოთ ჯერ ეს თავისით რას იზავს. ამან ვაფშე გააჩერა რა. აი რაც მიყვარს ზუსტად ის მოხდა წავა. აი არ წყავს მართლა არ ველოდებოდი.
გამოყირავდა და ნახე საჭავა. არ ჩანდა იქიდან მომდია. ფუჩი. ამას მართლა აღარ ველოდი. აკეთი კიდე მალე. ხელი ხო არა მოვიდა. ჰა? ხელი ხო არა მოვიდა. აბა ხო ჩადგა. წყალი გვიდა. რახან დავისვალეთ ადამიანის გარეთ. აი. ძალიან მაგარი იცით რა პრიხოდი აქ თავს ძალიან მაგარია ეხლა ნახე რა ქნას 1 2 3 ისეთ გადაიღე თუ შეიძლება. კაროჩე დღეს და ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი არის როცა ჩემ ოპერატორს რაღაცა ემართება და არ ხსოვს ერთ ხოლმე ეგორი რაღაც მაგრამ ევასება დღეს და გუშინ ჩემი დამსახურებით ოპერატორს ბევრი დაემარა. გამოდაზე ნაკოტრაის. რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს გუშინ იყო ესეთი აი ხა რა კამერითაც მიიღებს ეს კამერა დადგა დაბლად მახოს ეუნება გამოგანდიო და აი ეფექტური კადრისთვისო აი ობიექტი თუ გაჩერეო და რა თქმა უნდა მახო მუხუს არ დააჭირა და კამერას აბილი ფლაი ქონდა და ეგ რაღაცა რა ვიცი მე რანაირად იღებს ახლა რანაირად გადარჩა აზრზე არ ვარ წყალი ნახე წავედით კაფუშდა. ჰა? კაფუშდა რაღაც. აი რა. აუ, დაგვერხა. და არხი გამოიწერეთ და დაპირებული ლამაზი კადრები. დავედი. ორი სულ დემედია დედა. ხოდა ისეროთაც არ ვიცი, სერვერა ფუტკარა მეგონა. ბახო მეუნება ეს ის აღმართებიაო, რო ტესტავენ ხოლმეო და ვერადიან ხოლმეო და მეთქი ეგ აღმართებია. ხო და იმ ახლოს ყავს პრადო. ხო და მაგა აქ რა უნდა ასვლასო და არა და არ არის ეს აღმართები ესე რომ აქ ასვლასა უნდა და მოკლედ ბლატავს რადეთი ნახოთ რა შეუძლია. მედია რამე არ გავიგო. კაი, გავტესტოთ, მის მაგრად მაინტერესებს. ესე იგი 2025 წლიანი მახოს პრადო თან შავი, შავსაკ ბევრად მეტი ცხენი ზალა და თან შავს ბლოკირებები აქვს. ნახოთ, აბა წავიდა მახო. ჯერჯერობით რაღაც ძალიან თავისუფლად მიდის. აჰა, არანაირი ბუქს. ოჰოჰო. ჩემი ხო არ გადაო, ბიჭო, რანაირად მიდის? აუ, ხალხო, როგორ მიდის, იცი? ანუ აი თითქოს სწორ ასფალტზე მიდის. უპრობლემოდ. იმენა. ბრავო, მართლა ბრავო. ამას ქვია რომ თქვა და შეასრულა. მახო ბოდიში მოვარაგებდი. აი რანაირად არის ეს მანქანა. აუ ვიღაცას არ ეგონოს ეხლა რომ Toyota ყავს სპონსორი. ეს არის Toyota არ არის რო იცოდეთ, არ გეგონოთ, ჩინური მანქანა არის. ტაობაოდან გამოვიდა. ჩემი რა კაია. მოკლედ ამ ფონზე გემშვიდობებით. იმას კი ჩემი ახი გამოიწერეთ რა. სხვადასხვა ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ჩემი ახი გამოიწეროთ. იცით რატო? იმიტომ რომ როგორც გპირდებით ყველა ვიდეოში რომ უცეტეს გამოწესე ძალიან მაგარ გათამაშებას ვაკეთებ. ოღონდ დეტალებს არ გეუბნებით ხოლმე და აი ამ ვიდეოში ერთ პატარა დეტალს აგებთ. ამ გათამაშებაში მიიღეთ მონაწილეობას უშუალოდ მანქანებით. დანარჩენს შემდეგ ვიდეოში ახლა გამოწესე.